პატარა გაკვეთილში ვისაუბრებთ მრუდეებისა და კუთხეების გარდაქმნაზე, როგორც წინა გაკვეთილში დაგვირდით, კონკრეტულად ანხარ პოინტზე, ხელსაწყოზე. ფენის ერთ-ერთ ქვესახეობაზე. Რომ გაკვეთილს დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი არხი, არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა, მოიწონეთ ჩვენი ვიდეოები თუ გიმოგწონთ ისინი და მოგწერეთ თქვენი კითხვები კომენტარებში. ეს ჩვენ ძალიან დაგვეხმარება. ახლა კი დავუბრუნდეთ გაკვეთილს. ერთ-ერთ წინა გაკვეთილში მე ვთქვი, რომ ხელსაწყოს pen გამოყენებისას არ არის საჭირო სიზუსტე. ეს ასია. იმიტომ რომ Adobe-მა ბევრი ხელსაწყო დაამატა იმისათვის, რომ შეძლოთ ნებისმიერი შეცდომის გამოსწორება pen-ის მსგავსი ხელსაწყოების გამოყენებისას. გავადიდოთ ლარნაკის ფიგურა ისევ მაქსიმალურად, ძირითადად ეს კუთხე დაგვჭირდება. მაგალითად მარცხენა კუთხეში მე არ მჭირდება მახვილი კუთხე. როგორც აი აქ არის წარმოდგენილი, ხო? როგორ შევცვალო ის? ხელსაწყოში pen ჩაშენებულია ხელსაწყო anchor point. ის საშუალებას მაძლევს, მე აქ მომნიშნოთ ჯერ ობიექტი. ავიღოთ ესე anchor point-ი. ის საშუალებას მაძლევს, მივიტანოთ თაგვის კურსორი მახვილ კუთხეზე და დავაწყაპოს საყრდენ წერტილზე. აი აქ. თუმცა დაწყაპების დროს არ უნდა ვიშვა თაგვის მარცხენა ღილაკზე თითი, გადავაადგილოთ თაგვი და დავინახავთ, რომ კუთხე შეგვიძლია შევცვალოთ მრუდედ. აი აქ დავაწიქი და ხედავთ, კუთხე შემიძლია ესე მრუდედ ცვალო. ამავდროულად თუ კი გადავალთ მრუდე ნაწილზე და საყრდენ წერტილზე უბრალოდ დავაწყაპებ, თქვენ დაინახავთ, რომ ის მახვილ კუთხედ გადაიქცევა. აი თუ კი დავაწყაპებთ ისევ, ხედავთ, რომ უკან დაბრუნდა მახვილ კუთხედ. იმისაც რომ ისევ მივიღო მრუდე, მე უბრალოდ იგივე ხელსაწყოთი ისევ ვიწყებ საყრდენ წერტილის გადაადგილებას, მახვილი კუთხის გადაადგილებას. ვთქვათ, აი ესეთ რაღაცას ვაკეთებ, უცვლელ არნაკს ფორმას. ამავე ხელსაწყოს გამოყენება არის შესაძლებელი ფორმების მანიპულირებისთვის. მსგავსი ხელსაწყოების გამოყენება გვეხმარება შევცვალოთ გამოსახულების ფორმები, რომლებიც შექმნილია ხელსაწყოთი pen და შესაბამისად არ არის სავალდებულო იყოთ ზუსტები. აქვე არის ერთი საინტერესო დეტალი. თქვენ შეგიძლიათ აერჩიოთ ხელსაწყო pen და როდესაც გსურთ მრუდედ გარდაქმნა, უბრალოდ დააწვეთ ღილაკს alt კლავიატურაზე და გამოიყენოთ anchor point-ი. ანუ ავტომატურად ადაპტირებულად იქნება გარდაქმნილი ხელსაწყო pen, გადართული ხელსაწყო pen ხელსაწყოზე anchor point. თქვენ შეგიძლიათ დახატოთ დაახლოებით ფორმა, ხოლო შემდეგ ისარგებლოთ ასეთი ხელსაწყოთი, იმისაც რომ მიიღოთ რაც გსურთ საბოლოო პროდუქტის სახით. არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა, ვიდეოს მოწონება და კომენტარებში თქვენი კითხვების მოწერა.